ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გახლავთ საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვას. დღეისათვის დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი სარგებლობს სასამართლოს წინაშე საჩივრის წარდგენის უფლებით. ყოველ წელს სასამართლო სტრასბურგში იღებს 50,000-ზე მეტ ახალ საჩივარს, თუმცა მათი 90% მიუღებლად ცხადდება. რატომ? იმიტომ რომ მისაღებობისათვის საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს. საჩივარი შეიძლება შეტანილი იქნას იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია. საჩივრის შეტანა არ შეიძლება კომპანიების, ფიზიკური პირების თუ ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოების, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. საჩივარი უნდა ეხებოდეს კონვენციის მიერ დაცულ ერთ ან მეტ უფლებას. საჩივრის შემომტანი უნდა იყოს კონვენციის დარღვევის მსხვერპლი. დაუშვებელია კანონის გასაჩივრება მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ეთანხმებით. გასაჩივრებული დარღვევა ჩადენილი უნდა იყოს მას შემდეგ, რაც კონვენცია ძალაში შევიდა მოცემული სახელმწიფოსათვის. მანამდე, სანამ სასამართლო სტრასბურგში განიხილავს საქმეს, მომჩინებმა უნდა მიმართონ ეროვნულ სასამართლოებს, მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლოსაც. ამგვარად მოხდება გასაჩივრების შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა. საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნას ეროვნული სამართალწარმოების საბოლოო გადაწყვეტილების გაჟღერებიდან 6 თვის ვადაში. დაგვიანებული წარდგენის შემთხვევაში საჩივარი მიუღებლად ჩაითვლება. სასამართლო ათვლისათვის საფოსტო გზავნილის თარიღს იყენებს. და ბოლოს, სასამართლომ შეიძლება არ განიხილოს საჩივარი, თუ მიიჩნევს, რომ სხვებს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი. თუ კი რომელიმე მოცემულ პირობათაგან არ არის დაკმაყოფილებული, სასამართლო საჩივარს არ განიხილავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის სასამართლო ვერ შეცვლის ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იგი არ გახლავთ სააპელაციო სასამართლო. დასკვნის სახით, იმისათვის, რომ სასამართლომ საჩივარი მიიღოს, იგი უნდა იყოს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია. იგი უნდა ეხებოდეს კონვენციით განმტკიცებულ უფლებას ან უფლებებს. მომჩივანი უნდა იყოს დარღვევის მსხვერპლი. საჩივარი უნდა ეხებოდეს მოვლენებს, რომელიც მოცემული სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მოხდა. ამოწურული უნდა იყოს გასაჩივრების ყველა შიდა სახელმწიფოებრივი საშუალება. საჩივარი ეროვნული საქმის წარმოების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა იყოს წარდგენილი. მომჩივანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი ზიანის მსხვერპლი.